ეხლა გაჩვენებთ ინტერვიუს, სადაც კუბელი დიქტატორი ცდილობს ახსნას თავისი ქმედებები, მაშინ როცა რეჟიმის გარშემო ალყა მჭიდროვდება. კრიზისის, საერთაშორისო ზეწოლისა და თვითონ კუნძულზეც დაძაბულობის ფონზე ეს ხდება იმ დროს, როცა ბევრი ადამიანი მხოლოდ ორ გზას ხედავს დიქტატორისთვის: ციხე ან სასაფლაო. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ აქ ჰავანაში ხვდებით ერთმანეთს ძალიან რთულ დროს თქვენი ქვეყნისთვის. და სანამ დავიწყეთ საუბარს აქ, კუბაში არსებულ სიტუაციაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლო საათებში საუბრობდა და ის კუბაზე საუბრობდა. ის ამბობს, რომ მრავალი ათწლეულის შემდეგ ახლა ჩვენი დრო დგება. ის აგრძელებს საუბარს კუბის დაპყრობაზე, აგრძელებს მუქარებს თქვენი მთავრობის წინააღმდეგ. მხოლოდ ის მინდა, რომ თქვენ უპასუხოთ მის ბოლო განცხადებებს. მე მჯერა, რომ ჩვენ, ვინც პოლიტიკურ თანამდებობებზე ვართ და ჩვენს ხალხს წარმოადგენთ ქვეყნის წინაშე, სირთულეებით სავსე სამყაროში, სადაც ამდენი პრობლემაა, ყველამ უნდა შეუწყოთ ხელი მეგობრულ ურთიერთობას. რომ ნამდვილად უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი თითოეული ქვეყნისა და ჩვენი სხვადასხვა რეგიონისთვის. და ასევე მსოფლიოში, რომ გამოვიდეთ დაპირისპირებიდან და ომებიდან, რომ თავი ავარიდოთ ძალისმიერ კონფლიქტებს, რომლებიც ყოველთვის წარმოიშობა მრავალმხრივობით. და როგორც ქრისტიანობის ნაწილი და დიალოგის არჩევანი. ორმხრივი განსხვავებების გადასაჭრელად შევძლოთ საბოლოოდ გადავჭრათ მრავალმხრივი პრობლემები, ან ორმხრივი განსხვავებები, ან მრავალმხრივი პრობლემები. რაღაც სხვა იქნებოდა სამწუხარო. ეს არ იქნებოდა წვლილი იმ მშვიდობიან სამყაროში, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ. მუდმივი მუქარები, ხშირი რიტორიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან. თითქმის ყოველდღიური განცხადებები, რომლებიც კეთდება როგორც ადამიანის პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი და როგორც ფსიქოლოგიური ომის ნაწილი და ასევე სტრატეგიული, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ერის დაშინება და ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაცია. ეს აღმაშფოთებელია და ჩვენი ხალხის ღირსების შეურაცხყოფაა, გარდა ამისა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. პირველ რიგში კუბა წარმოადგენს სრულად სუვერენულ ქვეყანას. კუბამ მოიპოვა დამოუკიდებლობა 100 წელზე მეტი ხნის ბრძოლის შემდეგ, ჯერ ესპანური კოლონიზმის წინააღმდეგ, შემდეგ კი შეერთებული შტატების ინტერვენციისა და ქვეყნის ნეოკოლონიად ქცევის წინააღმდეგ. ჩვენ ეს საქმე ვიკისრეთ და ვცდილობთ ავაშენოთ მოდელი, რომელიც ჩვენია. ჩვენ ამას არავის არ მოახოთ თავს, მაგრამ ასე გვინდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ. ჩვენ არავისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ. ჩვენ უდიდეს სოლიდარობას უცხადებთ მსოფლიოს ყველა ხალხს. ამ ფუნდამენტური მიზეზის გამო კუბა მხოლოდ ერი არ არის. კონფლიქტია. ჩვენ კოლონია არ ვართ. ჩვენ არ დავთმობთ, ჩვენ დავთმობთ ჩვენ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს პრინციპებია, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ. ამიტომ მტკიცედ ვჯერა, რომ არის გარკვეული გადაჭარბება, არ არსებობს, არ არის აბსოლუტურად არანაირი მორალური ან იურიდიული ავტორიტეტი არც ერთ ამერიკის შეერთებული შტატების მმართველს, რომ დააწესოს პოლიტიკა, რომელიც ცდილობს კუბაზე თავდასხმას ან კუბის დაპყრობას. მაგრამ გჯერათ, რომ ისინი ძალას გამოიყენებენ და თავდასხმა გარდაუვალია. დიახ. ეს იქნება სპეკულაცია, რადგან არსებობს პოლიტიკური ინტერესების ნაზავი. ზევარის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ღრმად არის დაკავშირებული მაიამიში დაფუძნებულ კუბურ მაფიასთან და შესაბამისად თავისი საარჩევნო ბაზის გულისმოგებას ცდილობს, თანაც ზევარში არჩევნები ახლოვდება. და ისინი ცდილობენ ქედმაღლურად მოიქცნენ. იმისათვის, რომ უპასუხონ ამ ამორჩევლების სურვილებსა და კერძო ინტერესებს. ასე რომ, თქვენ გაქვთ ეს პოლიტიკური ინტერესები, მეორეს მხრივ კი არსებობს ძალიან ბევრი რიტორიკა და ბევრი манипуляცია. და რაც ჩვენთვის სრულიად აშკარა არის ის, რომ არსებობს რეალური საფრთხე. ვერ ვიტყვი გააკეთებენ ამას თუ არა. არსებობს საფრთხე და ეს არის ასიმეტრიული საფრთხე. შეერთებული შტატები ასრულებს აგრესორის როლს და შეერთებული შტატები ზრდის თავის რეაგირებას საფრთხეზე და შესაძლო ჩარევაზე. და ეს ყველაფერი გვაყენებს მზად ყოფნის მდგომარეობაში. თუ შემთხვევით თავდასხმა მოხდება, კუბელი ხალხი ერთიანობით, სიმტკიცით და ყოველთვის ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად უპასუხებს.
ჩვენ არანაირად არ გვსურს შეიარაღებული კონფლიქტი, მაგრამ მის წინაშე არანაირი შიში არ გვაქვს. ჩვენ სულად მზად ვართ და ფხიზლად ვადევნებთ თვალს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არავინ გაგვაოცებს ან დაგვამარცხებს. და შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ემზადებით ამ ეტაპზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ სამხედრო ძალების ზრდა თქვენ სანაპიროზე. როცა დონალდ ტრამპმა ვენესუელას დაემუქრა, მაგალითად, მან იმოქმედა. როცა მან ირანს დაემუქრა, მანაც იმოქმედა. ვიცი რომ ამბობთ, როცა გეკითხებით, არის თუ არა თავდასხმა გარდაუვალი, ეს ჰიპოთეტურია, მაგრამ წარსულში ვნახეთ, რომ რასაც ამბობდა, იმას აკეთებდა. სერიოზულად აღიქვამთ იმას, რასაც ის ამბობს, როცა ამტკიცებს, რომ შეიძლება კუბა აიღოს. ხო, ეს ის განცხადებებია, რაც მან გააკეთა და ზუსტად ასე უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოებრივი აზრის წინაშე. ანუ მინდა უთქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ან ამ მთავრობის სხვა წარმომადგენლები ასეთ პოზიციას ინარჩუნებენ, ჩვენთვის ეს აშკარად ნიშნავს, რომ არსებობს განგაში სიგნალი და ჩვენ სრულად ვაგებთ პასუხს, რომ ვიყოთ სრულად მზად, რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება. ნიშნულოვანია, რომ ჩვენ უნდა მოვერიდოთ დაპირისპირებას ორივე ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მე ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხი, რომელსაც ჩვენ ვცემთ პატივს, და კუბელი ხალხი შეიძლება შესანიშნავი ურთიერთობა გქონდეთ. როგორც კარგი მეზობლები, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და შეგვიძლია გავიზიაროთ. როგორც უკვე დამტკიცდა სხვა დროსაც, როცა ურთიერთობები უფრო ხელსაკრავ მდგომარეობაში იყო, ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ბევრი საერთო პროექტი და ბიზნესი, ასევე ხელოვნება, განათლება, კულტურა და სამეცნიერო კვლევა. არსებობს იმდენი საერთო სფერო, რომლებსაც ერთად შეგვიძლია მიუდგეთ როგორც ხალხებმა. ჩვენ არ მოგწონს, როცა გვადარებენ იმას, რაც სხვაგან მოხდა, რადგან ეს ნიშნავს ჩვენი ისტორიის იგნორირებას და ჩვენი ინსტიტუტების ძალის, ჩვენი ხალხის ერთიანობის შეგრძნების და გრძნობის არაღიარებას. ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაფასების. მადლობა. როგორ ამბობთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით ემზადებით, რადგან ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამთ? როგორ ემზადებით? და მართლა ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დაუპირისპირდეთ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ძლიერებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია? ფიდელმა გვასწავლა, რომ დაუმარცხებელი მტრები არ არსებობენ და შეიძლება არსებობდეს ძალიან ძლიერი არმიები ტექნოლოგიური თვალსაზრისით. შეიძლება არსებობდეს რაოდენობრივადაც უკიდურესად ძლიერი არმიები. მაგრამ კონფლიქტებში ასევე არსებობს ღრმარწმენები და გადამწყვეტი გადაწყვეტილებები, რომელსაც ხალხი იღებს. გარდა ყველა იმ მსხვერპლისა, რომელსაც ხალხი ნამდვილად მზად არის გაიღოს თავისი სუვერენიტეტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის დასაცავად, ასევე არსებობს ამ ხალხების ისტორია და ტრადიცია. ჩვენი დამოუკიდებლობის ომების ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი გმირი იყო მაიორ გენერალი ანტონიო მასეუ, ჩვენი დამოუკიდებელი არმიისა და გათავისუფლების არმიის დიდი მეთაური იმ დროს, როცა ესპანეთის კოლონია ვიყავით. და მას შემდეგი თქვა: ვინც კუბის კუნძულის დაპყრობას შეეცდება, მხოლოდ მის მიწაზე დაღვრილი სისხლით გაჟღენთლ მტვერს წაიღებს. ეს უბრალოდ სლოგანი არ არის. ეს არის ღრმა რწმენა, რომელიც მილიონობით კუბელმა სრულად მიიღოდა. ეს არის ის, რასაც თქვენ დონალდ ტრამპს ეუბნებით. ეს არის გზავნილი დონალდ ტრამპისთვის. სინამდვილეში მე არ მაინტერესებს შეტყობინების გაგზავნა შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. მე უბრალოდ მსჯელობ. მე უბრალოდ გულისხმობ იმ საკითხებს, რომლებზეც საუბრობთ, რომლებიც ძალიან აქტუალურია და წარმოადგენს დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ მივაწოდო მას ინფორმაცია, ვთხოვო ნებართვა და გამოვხატო ჩვენი მოსაზრებები და რწმენები ამ საკითხებზე. და ვაჩვენო ეს საკითხები ამერიკელ საზოგადოებას და შეერთებული შტატების ხალხს. რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ღრმად ვცემთ პატივს და ვაფასებთ მათ და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კონფრონტაციისგან თავის არიდება. მაგრამ მე ვახსენებდი, რომ მხოლოდ სამხედრო ძალა არ არის ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ. სამხედრო ძალა, როდესაც ერთი არმია მეორეს უპირისპირდება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის გადაწყვეტილებები და არჩევანიც. მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არსებობდა უკიდურესად ძლიერი იმპერიები, რომლებიც საბოლოოდ დაეცნენ. თუნდაც ისინი თითქოს ბევრად უფრო ძლიერები ყოფილიყვნენ.
რადგან მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან არსებობდა სხვა სტრატეგიული მიდგომები. და მე ვახსენებდი კლასიკურ მაგალითს, როგორიცაა კუბის ისტორიაში მსჯავრდებულთა საქმე, მაგრამ არსებობს უფრო თანამედროვე მაგალითიც. ამერიკული არმიის სპეციალური დანაყოფების წევრებმა უკანონოდ გაიტაცეს ვენესუელის პრეზიდენტი და მისი მეუღლე და ძალით გაიყვანეს ისინი ვენესუელის ტერიტორიიდან, რათა გაესამართლებინათ ისინი როგორც საბაბად გამოიყენეს მათი კრიმინალურად გასამართლების განზრახვა შეერთებულ შტატებში. იყო ჯგუფი კუბელი მოქალაქეებისა, რომლებიც ვენესუელაში პრეზიდენტ მადუროს პირად დაცვაზე მუშაობდნენ. ამ კუბელებმა თავიანთი ძლიერი რწმენის გამო მამაცურად იბრძოლეს იმ ძალების შემოტევის წინააღმდეგ. და ისინი რიცხობრივად ნაკლებნი იყვნენ და აშკარა ტექნოლოგიური უპირატესობა მოწინააღმდეგეს ჰქონდა. და მოულოდნელმა თავდასხმამაც მოუსწრო მათ. და სამხედრო ოპერაცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს უნდა გაგრძელებულიყო, რათა შესულიყვნენ და პრეზიდენტი გამოეყვანათ, ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდა. 40 წუთზე ცოტა მეტი და 32-მა კუბელმა გმირულად გასწირა სიცოცხლე იმ მოქმედებაში. ეს 32 კუბელი შეიძლება მილიონებად განვამრავლოთ აქ, კუბაში. რას ნიშნავს მილიონობით კუბელი, რომლებიც იცავენ საკუთარ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მაშინაც კი როცა ისინი ყველაზე ძლიერ არმიას უპირისპირდებიან მსოფლიოში. მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე კონსტრუქციული იქნებოდა, რომ ამ წერტილამდე არ მივსულიყავით. ეს ავანტიურა ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს, როგორც ამერიკელი ხალხისთვის, ასევე კუბელი ხალხისთვის. თქვენ ახლახან მოიყვანეთ მაგალითი იმისა, რაც ვენესუელაში მოხდა. და მსოფლიომ ნახა და დააკვირდა, როგორ დააკეკავეს შეერთებული შტატების სამხედროებმა ნიკოლას მადურო, წაიყვანეს და ამჟამად შეერთებულ შტატებში ციხეში ყავთ. მაგრამ თქვენ არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია როსლისთვისაც თქვით, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი უნდა დასჭირვებოდა, საბოლოოდ 46 წუთი გაგრძელდა. თქვენ არ გეშინიათ, რომ ეს შეიძლება თქვენც შეგემთხვეთ. გულისხმობ მათ ბრალი წაუყენეს რაულ კასტროს. მაგალითად, არ გეშინიათ, რომ ახლა თქვენც მათი სამიზნე გახდებით. ისინი ამბობენ, რომ რაულ კასტროს დაპატიმრება უნდათ. ეს კითხვა ბევრჯერ დამისვეს და პასუხი მთლიანად დამოკიდებულია იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც გაქვთ ცხოვრების გამოწვევებისა და მისი სირთულეების მიმართ. როდესაც იღებ პასუხისგებლობას ისეთ პროცესზე, როგორიცაა კუბის რევოლუცია, მე დავიბადე რევოლუციის პირველ წლებში და რევოლუციამ გადმომცა მთელი რიგი ღირებულებები და რწმენები. და მე, როგორც ბევრი სხვა მილიონი კუბელი, მზად ვარ ჩვენი სიცოცხლე დაუთმოთ რევოლუციისთვის. და ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლო წვეთის ისხლამდე. ძირითადი მიზანია დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ყველა ჩვენი ისტორიული მიღწევა. როდესაც კუბაში ასეთ მტკიცე პოზიციას იკავებ, არ გძნობ შეშფოთებას და არ გეშინია. გაქვს უზარმაზარი პასუხისგებლობა, რომ თავიდან აიცილო ეს კრიტიკული მდგომარეობა, როცა ამ ქვეყნის ბედს გამსაზღვრელ ხელმძღვანელ პოზიციაზე ხარ. მაგრამ შეშფოთება და შიში არ არსებობს, რადგან უკვე მივიღეთ ეს პოზიცია ჩვენს რწმენებზე დაყრდნობით ასეთ სიტუაციაში. თქვენ ფსონსდებთ, რომ კუბელები აღდგებიან და დაიცავენ საკუთარ ქვეყანას, თუ შეერთებული შტატები აგრესიას განახორციელებს. სერესის პრეზიდენტი ფსონსდებს, რომ თუ მისი მთავრობა, მისი რეჟიმი დაიშლება, კუბის ხალხი აღდგება და ქვეყნის კონტროლს აიღებს. როგორ ფიქრობთ, ეს როგორ დასრულდება? დასრულდება, არ ულდება. მართლა ვფიქრობ, რომ თუ ამბობთ, რომ გვინდა საუბარი და დიალოგი, გვინდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ჩვენ შესაძლებლობებსა და ორმხრივ განსხვავებებს მოაგვარებს. რატომ გვიწევს მუდმივად ამ კონკრეტული სიტუაციების წამოწევა? მათ შორის აუცილებელია ყველა ეს რთული და დელიკატური სიტუაცია პირდაპირ ამ ჯვარზე დავდოთ. თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მართლა ასე მოიქცეოდეს. თუ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მართლაც აგრესიას ჩაიდენს, რასაპირებ დაუყოვნებლივ და ეფექტურად გააკეთოთ, რომ უპასუხოთ. მეტ მნიშვნელობა შეიძენდა თუ გავაანალიზებდით ამ ქმედებების შედეგებს საზოგადოებისთვის და ისთვის და იმ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მომავალზე, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საერთაშორისო ურთიერთობების პროცესში. იმისთვის, რომ ეს ძალიან მარტივად და პირდაპირ გამოვხატოთ და ამის ზუსტად გაკეთების გზა იქნებოდა პრობლემის აღმოფხრა.
მე პრობლემას მის ყველაზე მარტივ არსამდე დავიყვანდი. ამის ნაცვლად მე მინდა შემდეგი კითხვა დავსვა. რა მოტივები და მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომ კუბის კუნძულზე თავდასხმა განიხილოს? ან ჰქონდეს განზრახვა, აიღოს კონტროლი კუბაზე? რომელი უფლებების საფუძველზე? რომელი საბაბით? რა არის ამის გაკეთების სამართლებრივი მიზეზები? რა არის ამის გაკეთების ადამიანური თვალსაზრისით მიზეზები? რატო უნდა იყოს ეს ზევას მთავრობის აკვიატება? რატო არ სვამს ზევას მთავრობა კითხვას, რატომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ როგორც კარგი მეზობლები? რატომ არ შეუძლიათ მათ აღიარონ, რომ გვაქვს პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებები, ისევე როგორც მათ სხვა ქვეყნებთან აქვთ მსოფლიოს გარშემო? თავსადო ცივილიზებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, რაც მოგცემს საშუალებას მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, მიუდგეთ სხვა სფეროებს, სადაც შეგვიძლია. ჩვენ უნდა თანამშრომლოთ აქტიურად და შევქმნათ სივრცეები, რომლებიც ეფექტურად მოგცემს საშუალებას უზრუნველყოთ ეროვნული უსაფრთხოება. როგორც შეერთებული შტატების, ისე კუბის მხრიდან საჭიროა თანამშრომლობა, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უსაფრთხოება მთელ რეგიონში. და გარდა ამისა შევქმნათ ნდობა, რომელიც მოგცემს საშუალებას ავაშენოთ დიალოგი, რომელიც აგვაცილებს კონფრონტაციას, რაც კუბისა და შეერთებული შტატების ხალხს ეკუთვნის. ბედნიერი გუნდი. ჩვენ არ ვამბობთ, როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ერთმანეთს, ან რას უნდა ვეძებდეთ, თითქოს ერთი თავს დაესხმება და მეორე დაიცავს თავს. ის, რაშიც ყველა ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული, არის ის, თუ როგორ გადავჭრათ ჩვენი განსხვავებები და როგორ შევქმნათ ურთიერთგაგების სივრცე ჩვენ შორის. ეხლა ჩვენ გვყავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც ასევე თქვა, რომ 50 ან 60 წლის განმავლობაში ბოლო წლების განმავლობაში სხვა შეერთებული შტატების პრეზიდენტებიც მსგავს სიტუაციებს წააწყდნენ. მან სცადა რაღაცის გაკეთება კუბასთან დაკავშირებით და ახლა მისი ჯერია. ამიტომ გეკითხებით, რამდენად სერიოზულია ეს მომენტი თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის. მარკო რუბიომ სახელმწიფო მდივანმა თქვა: ჩვენ გვინდა ეს დიპლომატიურად გადავჭრათ, მაგრამ თქვენს მთავრობასთან გვაქვს საქმე და მას არ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია. რუბიო, თქვენს მთავრობასთან ურთიერთობისას ფიქრობს, რომ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ტიპის შეთანხმების დადება გსურთ, თუ გსურთ ამერიკელებთან რაიმე შეთანხმებამდე მისვლა. იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ ასეთ მდგომარეობაში, როცა თავს საფრთხეში გრძნობთ და თითქოს კონფრონტაციასთან გაქვთ საქმე, მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გაგზავნა CIA-ის უფროსი თქვენს ქვეყანაში. რა შეტყობინება მოიტანა მან, რადგან ის კუბას ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მოიხსენიებს. მე მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლები ბევრ ტყუილს ამბობენ. ეს არის თავხედური ტყუილები. მათ ძალიან ძლიერად და მუდმივად მანიპულირებდნენ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრით. პირველ რიგში ეს არის კრიტიკული მომენტი ამ ბლოკადის განწვავებისა, სანამ მაქსიმალური ზეწოლის წერტილს მიაღწევს, რაც ზუსტად ისაა, რასაც ახლა განვიცდით. და თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ დიდ და სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ეს კუბელების მძიმე ყოველდღიურ ცხოვრებაში იწვევს, ეს პირდაპირ უკავშირდება 29 იანვრის აღმასრულებელ ბრძანებას, როდესაც გამოაცხადეს სრული ბლოკადა საწვავზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ფაქტობრივად მთელ ქვეყანას აიძულებენ ყოველგვარი ენერგიის გარეშე იცხოვროს. ეს დანაშაულია. ეს გენოციდია. გარდა ამისა, ოფიციალური მიზეზი, რომელიც მომოიყენეს ამ აღმასრულებელი ბრძანების დასამტკიცებლად, იყო მოსაზრება. და ეს არის ის, რაც თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბა წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი როლი არ არის, რადგან თქვენ ინტერვიუერი ხართ, მართლა გჯერათ, რომ ეს კუნძული შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, უჩვეულო და განსაკუთრებული საფრთხე შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. ეს არის ტყუილი და სრული ფალსიფიკაცია. ამერიკელები, რასაც ამერიკელები ამბობენ, არის ის, რომ თქვენ დაუშვით ჩინეთისა და რუსეთის სადაზვერვო ბაზები, რომ მათ ეს სატელიტური სურათებით ნახეს, რომ კუნძული ეს სიმართლე არ არის. ამიტომ გეუბნებით ამას. ეს ყველაფერი მანიპულაციებსა და ტყუილებზეა აგებული. შეუძლიათ მათ აჩვენონ, სად არის ეს ბაზები. ხოლო კითხვა? არ არსებობს ჩინეთის ბაზები კუბაში. ეს უკვე რამდენჯერმე ვთქვით. ეს უკვე განვაცხადეთ. საქმე ისაა, რომ დიდი მედია და სოციალური ქსელების ალგორითმები, როგორც წესი, ამერიკული საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ნახეთ ეს კადრები. შესაბამისად, ისინი ამ ნარატივებსა და სამყაროს ხედვებს ახვევენ თავს. და მართლაც საკმაოდ რთულია გლობალური სამხრეთის ხმებისთვის.
და განვითარებადი ქვეყნების ხმები და განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნის როგორიცაა კუბა, ხმა უნდა იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული. მაგრამ მე ვამბობ, მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს ისტორიას. ზუსტად რომელ მომენტში ჩვენს ისტორიაში კუბამ გადადგა რაიმე აგრესიული ან მტრული ნაბიჯი შეერთებული შტატების წინააღმდეგ? კუბელების ნამდვილი ბუნება მეგობრობა და სრული თანამშრომლობაა. ჩვენ პრობლემა არ ვართ. ჩვენ არ გვინდა შეუტიოთ შეერთებულ შტატებს. ჩვენ გვინდა მშვიდობაში ცხოვრება. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ კეთილდღეობას, რომელსაც კუბელი ხალხი თავისი გმირული ბუნებით იმსახურებს. რა იყო კუბის სოდვა? უბრალოდ სადეთ სოციალიზმის აშენება მხოლოდ 90 მილის დაშორებით შეერთებული შტატებისგან. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ეს იყო ის, რაც ჩვენმა ხალხმა უმრავლესობამ გადაწყვიტა. ჩვენ არ ვეუბნებით მათ, რომ შეცვალონ თავიანთი პოლიტიკური სისტემა. მით უმეტეს არ ვფიქრობთ შეერთებულ შტატებზე თავდასხმაზე, რათა მათ შეცვალონ პოლიტიკური სისტემა. მაშ თქვენ მკითხეთ დიალოგის შესახებ. ჯერა რომ დიალოგის შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ ეს რთულია. რატომ არსებობს შესაძლებლობები? ნახეთ, კუბა ისტორიულად ყოველთვის იყო ამის მომხრე, მას შემდეგ რაც რევოლუცია გაიმარჯვა მთავარსარდალ ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით და ასევე არმიის გენერალ რაულ კასტროს ხელმძღვანელობით. და ეს არის მტკიცე პოზიცია იმ ახალგაზრდა თაობების, რომლებმაც ახლა იკისრეს ჩვენი რევოლუციის მთავარი ამოცანების ხელმძღვანელობა. ჩვენ გვაქვს განზრახვა, დავამყაროთ დიალოგი და ვაწარმოოთ დიალოგი შეერთებულ შტატებთან, რათა ჩვენი ორმხრივი საკითხები დიალოგის გზით გადავჯრათ და ვიპოვოთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროები, რათა ავაშენოთ ნდობა და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე. ეს უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი სისტემის, ჩვენი პოლიტიკური სისტემის პატივისცემას. ეს უნდა იყოს დიალოგი იმ კონტექსტებში, სადაც გამოიყენება რეციპროციულობის პრინციპი და სადაც პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ამ პოზიციას და ამას არაერთხელ გავიმეორეთ შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. ჩვენ უკვე საჯაროდ გამოვხატეთ ეს პოზიცია. რატომ ხდება ეს ესეთი რთული? კუბისა და შეერთებული შტატების ისტორიაში მე არ მოგიყვებით მთელ ისტორიას, მაგრამ კუბისა და შეერთებული შტატების ისტორიაში ყოველთვის იყო აგრესიული პოზიცია. ეს არის შეერთებული შტატების პოზიცია და პატარა კუნძული, რომელიც იყო თავდასხმის ობიექტი, ეს არის კუბა. მეორე მხრივ, დიალოგის მცდელობები და დიალოგის შესაძლებლობები განსხვავებულია. ისინი მხოლოდ ამ მომენტისთვის არ არის დამახასიათებელი. სხვა მრავალ ადმინისტრაციაში და წარსულ ეპოქებში ცდილობდნენ დიალოგში მოტყუებას ან არხების შექმნას დიალოგისთვის. ისინი მართლაც შეიქმნა. მაგრამ როდესაც დიალოგის შესაძლებლობა დავამყარეთ, სამწუხაროდ მნიშვნელოვნად წინ ვერ წავედით. რადგან ყოველთვის არსებობდა ეს ღრმად ულტრაკონსერვატიული აზროვნება შეერთებული შტატების ზოგიერთ სექტორში და საბოლოოდ მათ ჩაშალეს დიალოგის ეს მცდელობები და ეს მნიშვნელოვანი საუბრები. გარდა ამისა, როდესაც გულწრფელი დიალოგი ქონდა, როდესაც გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, სრული პასუხისგებლობით შემიძლია თქვა, რომ კუბამ შეასრულა და შეინარჩუნა ყველა დადებული შეთანხმება. და შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად არ შეასრულა თავისი წილი შეთანხმების. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ამ დიალოგს და მოლაპარაკებებს უფრო რთულს ხდის, ორივე ქვეყნისთვის ნაყოფიერი შედეგების მისაღწევად პირდაპირ კავშირშია შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ამჟამინდელ პოზიციასთან. არსებობს უნდობლობა დიალოგის მიმართ და ასევე უნდობლობა კუბის მოსახლეობაში იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ეს დიალოგი განვითარდეს, რადგან თითქოს ორივე მხარეს გვაქვს ეს პრობლემა. თქვა, რომ ორივე მხარე, როგორც ვენესუელის მთავრობა, ასევე ამერიკის მთავრობა, საბოლოოდ ერთმანეთი მოატყუეს დიალოგის პროცესში. და ამ ყველაფრის ფონზე მოხდა მოულოდნელი და ძალადობრივი თავდასხმა და მათ მოკლეს პრეზიდენტი. ასევე თქვეს, რომ ისრაელის მთავრობასა და ირანის მთავრობას შორის დიპლომატიური დიალოგის პროცესი მიმდინარეობდა დაძაბულობის ფონზე და სწორედ დიალოგის პროცესში შეერთებულმა შტატებმა შეუტია ირანის ისლამურ რესპუბლიკას. მაშინ ხალხი აქვთ ეს უნდობლობა, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ ამ დიალოგისკენ წინსვლას. და მუდმივად ასეშო ოფიციალური წარმომადგენლები და სახელმწიფო დეპარტამენტის პირები ამბობენ, რომ კუბა არის არშემდგარი სახელმწიფო. რომ ჩვენ არაკომპეტენტურები ვართ, რომ არ ვიღებთ ჰუმანიტარულ დახმარებას და რომ ჩვენს ტერიტორიაზე კუბაზე გვაქვს ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ბაზები, რომ ჩვენ წარმოვადგენთ უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ს და მის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის.
და ისინი მუდმივად იყენებენ ომს, დაპირისპირებას, საომარ რიტორიკას და მუქარებს კუბის წინააღმდეგ. ამიტომ ასეთ სიტუაციაში ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ამ დიალოგის მისაღწევად, რასაც ჩვენ ველით, ორივე მხარეს უნდა გქონდეს მზადყოფნა საერთო ენის საპოვნელად, რათა წინ წავიდეთ. ერთ-ერთი რამ, რასაც ამერიკელები ამბობენ, არის ის, რომ ისინი ძალიან სურთ თქვენი სისტემის შეცვლა, გახსნა, როგორც სტივმა თქვა. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, ჰავანაში ბოლო დღეებში ვიყავი. ნახე ბლოკადის გავლენა თქვენს ქვეყანაში, საწვავის დეფიციტი. საავადმყოფოები, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან, ნახეთ ნაგვის გროვები მთელ ქალაქში. უდიდესი სირთულე იყო იმის ნახვა, რამდენად ძლიერი ტანჯება აქაური ხალხი. აქ ვიყავი და ეს ტანჯვა ძალიან ძაფრია. მე მესმის, რომ თქვენ იტყვით, რომ ამის უმეტესი ნაწილი ბლოკადის გამოა. მაგრამ ადამიანები, ვისთანაც ვსაუბრობდი, ასევე ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ვაშინგტონის ბრალი არ არის, ეს თქვენი ბრალიც არის. რა პასუხისმგებლობას იღებთ თქვენი ხალხის დიდი ტანჯვისთვის? ჩვენ ყოველთვის სრულად ვაღიარებთ შეცდომებსა და ხარვეზებს, რომლებიც დაგვიშვია. და რევოლუცია ყოველთვის იყო მუდმივად და მკაცრად თვითკრიტიკული. და როგორც ამ კრიტიკის ნაწილი, რომელსაც ხალხთან ერთად ვიზიარებთ, პრობლემები გადავლახეთ. საქმე ისაა, რომ ეხლა ძალიან განსაკუთრებულ ვითარებას განვიცდით. ჩვენ 60 წელია ბლოკადის ქვეშ ვართ, ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ბლოკადა. და ეს არ არის ჩვეულებრივი ბლოკადა, ეს არის ეკონომიკური, ფინანსური, სავაჭრო და ამჟამად ასევე ენერგეტიკული ბლოკადა. და ეს ბლოკადა უბრალოდ რომელიმე ქვეყნის მიერ არ არის დაწესებული. ეს ბლოკადა დაწესებულია მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფოს, რომელსაც აქვს კონტროლი მყარ ვალუტასა და გლობალურ ფინანსებზე. ინტერესი და ენერგია გლობალურად, მაშასე. ამ ბლოკადის ყველაზე სასტიკი და ბოროტი ასპექტი არის ის გრძელი და დამღლელი პერიოდი, რომელიც უკვე გასულია. ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რომელიც კუბას და კუბელ ხალხს მიაკენეს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ყველა ეს სირთულე გადაიტანეს. და ახლა სამწუხაროდ ჩვენც გძნობთ და ვიტანჯებით ამით აქ არგენტინაშიც. ტიტანური ბლოკადა და მსოფლიო, რომელიც ბლოკადის წინააღმდეგია. ეს არის სტრატეგიული ნარატივი, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ შექმნა, რათა სრულად უხილავი გახადოს ნამდვილი დამნაშავე იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს კუბა იმყოფება. ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ბლოკადა, ხო ასე? და შემდეგ მთელი პასუხისგებლობა თავად კუბის კუნძულის მთავრობას დააკისრა. კუბა ნამდვილად არ არის არშემდგარი სახელმწიფო. კუბა რწმენის სახელმწიფო არ არის. ვინც მარცხი განიცადა თავად კუბელი ხალხია. ეს მხოლოდ ბლოკადის გამო არ არის. მხსნის. ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას იმაზე, რაც გვაქვს, იმაზე, რაც უნდა გავაუმჯობესოთ, რაც უნდა დავხვეწოთ, იმაზე, რასაც ვერ მივახციეთ და იმაზე, რაც ბლოკადის გამო მოგვიწია გადაგვევადო. მაგრამ თუ კი ყველაფერს იდეალურად გავაკეთებდით, ქვეყანა მაინც იმ მდგომარეობაში იქნებოდა, რომელშიც ახლა. უბრალოდ იმიტომ, რომ ამის მთავარი მიზეზი ბლოკადაა და ნება მომეცი რაღაც კითხრა. ის ფაქტი, რომ 20 საათი ან მეტი დროით ელექტროენერგია არ გვაქვს, არ არის ჩვენი ეროვნული ენერგოსისტემის უნარობის ბრალი. ჩვენი ინჟინრები, ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიის სისტემის სპეციალისტები, ჩვენი პროდისტრიქტი და მათი რეგულირებები. ისინი საკმარისად კვალიფიცირებულები არიან, რომ ეს გაიგო. ელექტროსადგური, მისი მრავალწლიანი გუნდი მუშაობს ადგილობრივ ნავთობზე, რომელიც მძიმე ნავთობია. მათი ნიჭისა და ცოდნის წყალობით ისინი საფუძველს ნიჭითა და ცოდნით ფარავენ. და ელექტროსადგურებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შეკეთდნენ ან გაიარონ ნორმალური ტექნიკური მომსახურების პროცესი. ისინი ინარჩუნებენ თავიანთ სისტემაში დასვენების ციკლებს, ბლოკების მუდმივ პიკებს, სანამ ბოლომდე ტალახით არ აივსებიან. ფულის შექმნის გზით ნება მომეცი ეს აზრი დავასრულო. ეს ეკონომიკური ბლოკადა უშლის ხელს, რომ დიდი ვალუტა პირდაპირ კუბაში გაიგზავნოს. ბლოკადა უშლის ხელს კუბას, რომ შეძლოს კრედიტების ან კავშირის წილების მოთხოვნა. სტატისტიკა, რომელიც მოდის კუნძულზე ან საწვავის რესურსებზე, რომლებიც კუბაში აღწევს. საბოლოოდ, რომელი ქვეყანა მსოფლიოში შეძლებს ფუნქციონირებას საწვავის გარეშე? რა ხდება შეერთებულ შტატებში? თუ მათ არ აქვთ წვდომა საწვავზე, მაშინაც კი შეერთებულ შტატებში, როცა მათ აქვთ ნავთობის მარაგები, რომ შეინარჩუნონ მოხმარების დონე, ისინი სხვა ქვეყნებში შეიჭრნენ, რათა შეძლებოდათ საწვავისა და ნავთობის მიღება სხვა ქვეყნებიდან. და კუბაში ეს სხვანაირადა. ისინი არ გვაძლევენ საშუალებას მივიღოთ საწვავი. როგორც არც ერთ სხვა ჩამოშლილ სახელმწიფოში, ამ მდგომარეობის მიუხედავად, ამ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდი კუბური ვაქცინების გამოყენებით, რომლებიც დაფუძნებულია კუბის სამეცნიერო განვითარებაზე. არ არსებობს ჩამოშლილი სახელმწიფო ისეთი, როგორიც კუბაშია. არ არსებობს ჩამოშლილი სახელმწიფო ისეთი, როგორიც კუბაშია. ჩვენ გვაქვს უკეთესი მაჩვენებლები იმისა, რომ პანდემიასთან ბრძოლა მიმდინარეობს COVID-19-ის წინააღმდეგ, უკეთესი ვიდრე შეერთებულ შტატებში. სამეცნიერო პოტენციალი.
და ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ჩვენი სისტემა უზრუნველყოფს თავისი შეზღუდვებიდან გამომდინარე უნივერსალურ ჯანდაცვის სისტემას, უნივერსალურ განათლების სისტემას, გარდა კულტურისა და სპორტისა, როგორც ჩვენი ხალხის უფლებები და ჩვენ ამას ვაკეთებთ უფასოდ და ვაძლევთ საშუალებას. და კუბელი ექიმები ცნობილები არიან მთელ მსოფლიოში. კუბელი ექიმები ცნობილები და პატივცემულები არიან მთელ მსოფლიოში. ამაში ეჭვი არ არის, მაგრამ თქვენ ვაჭრობთ ჩინეთთან, თქვენ ვაჭრობთ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან. რატომ არ გადადგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და არ მიიღებთ ჩინეთის ან ვიეტნამის მოდელს, სადაც მათ გახსნეს თავიანთი ბაზრები და აღიარეს, რომ მკაცრი კომუნისტური სისტემა არ მუშაობდა. ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, მაგრამ იმ პრობლემების მთავარი პასუხისმგებელი, რომელთაც ახლა ვაწყდებით, მაგალითად, შეერთებული შტატებია. კუბაში 77,000-ზე მეტი ახალშობილი, რომლებსაც სპეციალური მედიკამენტები სჭირდებათ. და ისინი შეზღუდული წვდომა აქვთ იმ აუცილებელ წამლებსა და მედიკამენტებზე, რომლებიც მათ სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდებათ. და კუბა ვერ ახერხებს ამ სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. ჩვენ შეზღუდულნი ვართ კუბის სისტემის, ან კუბის მთავრობის, ან ბლოკადის გამო. ჩვენი ჩილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი რამდენიმე წლის წინ იყო 4,000 ცოცხლად დაბადებულზე. ახლა კი ეს მაჩვენებელი არის 9.2 1000 დაბადებულზე. ასე უნდა იყოს? ეს დაკავშირებულია ბლოკადის გამკაცრებასთან. დღეს დაახლოებით 34,000 დედა და ორსული იმყოფება მოწყვლად და რისკის ქვეშ მყოფ მდგომარეობაში და სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა, რომელსაც სრულად ვერ უწევთ ბლოკადის გავლენის გამო. გარდა ამისა, ამჟამად გვყავს 1000-ზე მეტი კიბოს პაციენტი. ეს მოიცავს 12,000 ბავშვს, რომლებსაც სჭირდებათ კიბოს მკურნალობა. 16,000 პაციენტს, რომლებსაც ესაჭიროებათ რადიოთერაპია და კიდევ 16,000 ადამიანს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე. სამწუხაროდ დღეს საკმარისი რესურსები არ გვაქვს. ეს არის ბლოკადის პირდაპირი შედეგი. ისინი საუბრობენ ჩინეთსა და ვიეტნამზე. ჩვენ ვსწავლობ ჩინეთისა და ვიეტნამის გამოცდილებას და მუდმივად ვაწარმოებთ თეორიულ გაცვლებს მათთან. მაგრამ ისინი 60-ლიანი ბლოკადის ქვეშ არ ყოფილან როგორც კუბა. მათი ბლოკადები უფრო მოკლე იყო და ამის შემდეგ მათ შეერთებულმა შტატებმა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი მიანიჭა. და ეს არ ყოფილა შეერთებული შტატების პოზიცია კუბის მიმართ. ჩვენ შევიწროებას ვაწყდებოდით და შეერთებული შტატების ამ ზეწოლის პირობებში ჩვენ შევძელით ბლოკადის გადალახვა და მჯერა რომ რაც ჩავარდა, ეს იყო შეერთებული შტატების პოლიტიკა. ამ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის გამოყენებით, რაც თავად პრეზიდენტმაც აღიარა და მათაც დაადასტურეს, რომ გამოიყენეს მაქსიმალური ზეწოლა. ამიტომ ეს აუცილებელია. მეტი არაფერი დარჩათ, რაც ჩვენს წინააღმდეგ შეუძლიათ გააკეთონ, გარდა იმისა, რომ გაგვანადგურონ. ასე რომ რაც რეალურად ჩავარდა, იყო ის, რომ მათ უბრალოდ ვერ შეძლეს ჩვენი განადგურება. ჩვენი ხალხის ნაწილი ვართ და ვცდილობთ ყველაფერი ხალხის მონაწილეობით ავაშენოთ და ვაღიარებთ, რომ შეცდომები დაუშვით. მაგალითად, ჩვენ ველოდით უკეთეს დროს, რომ შეგვეტანა რიგი ზომები, რომლებიც ეკონომიკას გააუმჯობესებდა. ველოდით და მე ვნახე ეს 200 რეფორმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამ ზომების მიღებისა, მათი განხორციელება რთული იქნება. ბლოკადის გამო, რადგან საწვავი აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ზუსტად იმიტომ, რომ ამ ზომებს ვიღებთ, სანამ ბლოკადა იქნება, ეს ზომები შეზღუდული იქნება. თუ ჩვენ ასე უუნაროები ვართ, რატომ განახორციელეთ ეს? ისინი ბლოკადას არ ხსნიან. მოხსენით ბლოკადა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ჩვენ ასე უუნაროები ვართ, თუ ასე არაკომპეტენტურები ვართ, თუ ასე უუნაროები ვართ ჩვენი ქვეყნის განვითარების, მაშინ აღარ დაგვადოთ ბლოკადა. რატომ ბლოკავ? მომეცით საშუალება კრიტიკას თავად გაუნკლავდე და ვნახო შევძლებ თუ არა ან ჩემს გზას გავყვები. დარწმუნებული ვარ შევძლებთ მიუხედავად ამ ბლოკადისა. კარგი, კრიტიკა ბატონო პრეზიდენტო ისაა, რომ კუბის ეკონომიკა ცენტრალიზებულია, უკიდურესად არაპროდუქტიულია და აქვს დიდი საჯარო სექტორი. თქვენ არ დაუშვით, რომ კერძო სექტორი აყვავებულიყო ან საერთოდაც არსებობდეს კერძო სექტორი. გარდა ახლა, როცა მცირე გახსნა მოხდა ძლიერი დამოკიდებულება ნავთობის იმპორტზე და რა თქმა უნდა, ტურიზმის ინდუსტრია, რომელზეც თქვენ დამოკიდებული იყავით, განადგურდა. ამიტომ, ნაწილობრივ, ეს ის სისტემაა, რომელიც თქვენ 10 წლეულების განმავლობაში აირჩიეთ, ბევრად ადრე ვიდრე ეს ბოლო ბლოკადა იანვარში. თქვენი აზრით, ეს სისტემა ყველაფერზეა პასუხისმგებელი? ჩემს თვალსაზრისით გაჩვენებთ და გეტყვით, რომ ამ პოზიციას არ ვეთანხმები, რადგან ბევრი ტყუილი ითქვა და ქვეყნის რეალობა უგულებელყოფილია. როდის? ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ სოციალური და ეკონომიკური მოდელის განახლების მთელი სერია დანერგა.
მაგალითად, კუბაში მიწების 80%-ზე მეტი ეკუთვნის კერძო ეკონომიკურ სუბიექტებს. და მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობამ დამაკმაყოფილებელ პროგრესს ვერ მიაღწია. და ჩვენ ვერ მივაღწიეთ სულად მდგრად სოფლის მეურნეობას, ვერც სურსათის სუვერენიტეტს. ეს ყველაფერი გამოწვეულია ბლოკადის პირდაპირ ზემოქმედებით ჩვენ სოფლის მეურნეობაზე. დღესდღეობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80%-ზე მეტი არასახელმწიფო სუბიექტების მიერ იწარმოება. სახელმწიფომ დივანს ეს რიცხვი არ აქვს, ხომ ასეა? ან პრეზიდენტმა არ იცის ეს? მოდით ტურიზმზე ვისაუბროთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენ 4 მილიონ ტურისტს ვიღებდით და ტურიზმის ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიად ითვლებოდა. როდესაც ეს შემოსავლები გქონდა, შეგვეძლო ენერგეტიკულ სადგურებში გარკვეული დონით მოვლა პატრონობა შეგვენარჩუნებინა. ჩვენ არ გქონდა ისეთი ელექტროენერგიის გათიშვები, როგორიც დღეს გვაქვს და გქონდა სტაბილური სავალუტო ბაზარი. ჩვენ გქონდა მოსახლეობისთვის საკვების უწყვეტი მიწოდება და ჩვენი წარმოებისთვის ნედლეულის რეგულარული მიწოდება, ასევე შეგვეძლო გარკვეული ექსპორტის განხორციელება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში მან მიიღო 257 ზომა, გაამკაცრა ბლოკადა და ჩაგვწერა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც თითქოს ტერორიზმის მხარდამჭერები არიან. ამან ყველა სახის მხარდაჭერა შეგვიწყვიტა. და გამოიყენეს ჰელმსბერტონის კანონის მეათე, უпростоრად კი მესამე თავი, მათ შეაჩერეს ამერიკელი ტურისტების ჩამოსვლა. თუმცა თქვენ არ გაქვთ ნებართვა, რომ კუბაში ტურისტებად ჩამოხვიდეთ. გარდა ამისა, ევროპაში აქვთ ESTA, ეს არის სისტემა, რომელიც ევროპელ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ აშეთი შუში ჩამოვიდნენ. ვიზის ძალიან მარტივი პროცედურების გამოყენებით და შემდეგ აშეთე შიშის მთავრობამ თქვა, რომ თუ ვინმე კუბაში ტურისტად ჩამოვა, ის ESTA-ს ტურისტულ ვიზაზე უფლებას დაკარგავს. და ამან შეწყვიტა ტურისტების ნაკადი ევროპიდან კუბაში. როდესაც ენერგეტიკულ საწვავსა და აღმასულებელ ბრძანებას იყენებენ, ის ავიაკომპანიები, რომლებიც ტურისტებს ჩამოიყვანდნენ, აქ მოსვლა შეწყვიტეს, რადგან აქ საწვავი არ არის. ამიტომ პრობლემა კუბის ეკონომიკის სექტორშია, რომელიც ყოველწლიურად 4 მილიონ ტურისტს იღებდა. სასტუმროებით სინამდვილეში ძალიან კარგია და ეს ძალიან სასიამოვნო ტურისტული მიმართულებაა. და გსურთ წარმოგიდგინოთ, რას ამბობენ ზინეინებო. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამას ამბობს. მან დაადანაშაულა მის მთავრობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების აპარატი გაესა კორუფციასა და ცუდმართვაში. არსებობს შეფასებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ქვეყნის მთელი ეკონომიკის 40-დან 70%-მდე ამ აპარატის კონტროლის ქვეშაა. და ამით სარგებლობენ ელიტები და არა ჩვეულებრივი კუბელი ხალხი. სწორედ ამიტომ ხედავთ ელექტროენერგიის გათიშვებს, სწორედ ამიტომ ხედავთ დეფიციტს, სწორედ ამიტომ ხედავთ შიმშილს. აღიარებთ, რომ არსებობს კორუფცია, რომ არსებობს ცუდი მართვა, რამაც ასევე გამოიწვია ეს? არ აქვს ინფორმაცია იმ გარემოებებზე, თუ როგორ შეიქმნა გაესა, ან როგორ არის სტრუქტურირებული კუბის ბიზნეს საზოგადოება. გაესა შეიქმნა სპეციალური პერიოდის პირველ წლებში, როცა ძალიან რთულ დროს გავდიოდით, რაც საკმაოდ შეედრება დღევანდელ მდგომარეობას. სოციალისტური ბლოკი მთლიანად გაქრა და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები წავიდნენ. კუბამ დაკარგა თავისი საერთაშორისო ვაჭრობის ყველა ძირითადი ბაზრის 75%-ზე მეტი და დაუკარგეთ დაახლოებით 13 მილიონის ტონა ნავთობი, რომელსაც რეგულარულად ვიღებდით ჩვენი სხვა პროდუქციის ექსპორტის სანაცვლოდ სოციალისტურ ბლოკში ძირითადად შაქრის. ეს ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე პირობები იყო. იმ დროს კუბის რევოლუციურმა შეიარაღებულმა ძალებმა, რათა ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე ტვირთად არ ქცეულიყნა, ბიზნეს მოდელი შეიმუშავეს. და მათ მრავალი ინდუსტრია განავითარეს. და ისინი გაესას ნაწილი არ არიან. მათ შექმნეს სამშენებლო კომპანიები, სამრეწველო კომპანიები, სამეცნიერო ცენტრები. და ასევე განავითარეს კონგლომერატი გაესა, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი სტრატეგიული ინვესტიციების თვალსაზრისით, რომლებიც მიმართულია ტურიზმის სექტორისკენ. ამ სამეწარმეო სისტემის განვითარებით, რომელიც რა თქმა უნდა ერთადერთი არ არის ქვეყანაში, შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს უზრუნველყოთ სრული ფინანსური თვითქმარობა და აღარ იყვნენ დამოკიდებული ეროვნული ეკონომიკისგან. ასე რომ ეროვნული ეკონომიკის რესურსები შეიძლებოდა გამოყენებული ხო სამოქალაქო მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. და მათაც აქტიურად შეიტანეს წვლილი. და ისინი კვლავაც აგრძელებენ თავიანთი პროდუქციის ნაწილის შეტანას ეროვნულ ეკონომიკაში და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. გარდა იმისა, რომ სრულად აკმაყოფილებენ შეიარაღებული ძალების ყველა შიდა საჭიროებას, გარდა ამისა,
ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სახელმწიფო ხაზინაში მიდიოდა და მთავრობა მას სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის დასაფინანსებლად და განვითარებისათვის იყენებდა. როდესაც იმ 240-ზე მეტი ღონისძიება განხორციელდა და ჩვენ ტერორიზმის სავარაუდო სპონსორ ქვეყნად დაგვნიშნეს, და შემდეგ ჰქონდა კოვიდი და მოგვიწია კოვიდთან გამკლითთან განკლავება, დავიწყეთ მედიკამენტების დეფიციტისა და მყარი ვალუტის პრობლემებთან განკლავება. ტურიზმი კლებულობდა ბლოკადის პოლიტიკის გამო, ჰქონდა სირთულეები ტრანსპორტისა და მედიკამენტების მხრივ. ამ თანხებს ვიყენებდით იმისთვის, რომ გადაგვერჩინა თავი ამ წლებში და ამ თანხებით შევძელით მედიკამენტებისა და ნედლეულის შეძენა, რათა ჩვენს ფარმაცევტულ ინდუსტრიას მედიკამენტები ეწარმოებინა. ამ თანხებს ვიყენებდით საკვების შესაძენად. საკვების ძირითადი კალათის მიწოდება სუბსიდირებული ფასებით და ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მათ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ენერგეტიკულ გარდაქმნაში და ეს თანხები გამოყენებული იქნა ჩვენი მოსახლეობისთვის საკვების წარმოებაში. პირველ რიგში სრულიად არ არსებობს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს საწარმოთა სისტემა და რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მათ კუბის ეკონომიკაში. და ისინი არ არიან ერთადერთები, ვინც მონაწილეობენ კუბის ეკონომიკაში. დღესდღეობით კუბის ეკონომიკაში არსებობს სახელმწიფო საწარმოთა სისტემა გაესა და ასევე არის კერძო მეწარმეების მნიშვნელოვანი მოძრაობა. დღესდღეობით კუბაში 16,000-ზე მეტი კერძო სექტორის წარმომადგენელია. ასევე ძალიან დიდი რაოდენობის მეწარმე მუშაობს ინდივიდუალურად. მათ ახლა მოსახლეობას მხარს უჭერენ, ეს არ არის ნახსენები, იგნორირებენ, ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. და სახელმწიფო სექტორსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობაზე ისინი ამაზე კუბის ეკონომიკაში არ საუბრობენ. კუბაში კორუფციის დონეები. მაგრამ ისინი ახლა კუბის ეკონომიკას მხარს უჭერენ. იმიტომ რომ საუბრობ ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ მათი თვიური ხელფასი დაახლოებით $14 თვეში, ან $20 თვეში, $2 თვეში. იცი, როცა კუბის ეკონომიკაზე საუბრობ, ის ინგრევა. ბლოკადის გამკაცრების შედეგად ეკონომიკის ნაწილი პარალიზებული დარჩა. სახელმწიფო ეკონომიკა უფრო პარალიზებულია ვიდრე კერძო სექტორი, რადგან მაშინაც კი როცა კერძო სექტორი განიცდის ბლოკადის შედეგებსა და ზემოქმედებას, მათ აქვთ სხვადასხვა გზა რომ გადალახონ ეს გავლენები. მაგრამ ეს კუბელები, რომლებიც ცხოვრობენ კუბაში, იქნებიან ისინი კერძო თუ სახელმწიფო სექტორიდან, მუშაობენ კუბელი ხალხისთვის. გვაქვს ინფლაცია, არსებობს დისბალანსი შესყიდვის უნარიანობის თვალსაზრისით და ხელფასები, რადგან კრიზისს გავდივართ. ეკონომიკური კრიზისისთვის ვართ განცირულნი. ცდილობენ დაგვახჩონ და ჩვენი ეკონომიკა დაახჩო. და ამ ეკონომიკური დაახჩობის გზით ცდილობენ სოციალური დისბალანსის შექმნას. თქვენ აღიარეთ, რომ ეს მხოლოდ ბლოკადა არ არის, ეს თქვენს პარტიასაც აღიარეთ. თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს შიდა ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ბლოკადას. დამაგალითები გაქვთ? მადლობთ. მაგრამ თავარი სიმართლე ისაა, რომ შენ სრულიად მოულოდნელად და გულწრფელად ისე გამაოცე, რომ ახლა არც კი ვიცი რა ვთქვა, რადგან მართლა არ ველოდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა სწორედ ამ მომენტში ჩვენ საუბარში მომხდარიყო. ის შეცდომები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში სხვა დროსაც გვიცნობიერებია და გადაგვილახავს და ამის შედეგად სოციალური მიღწევები გვაქვს, რომლებიც შეერთებულ შტატებს არ აქვს. მაღალი მონაწილეობის ხარისხი, ჯანდაცვის სერვისების დონე, განათლებისა და უმაღლესი განათლების ხარისხი, რაც გვაქვს, ისევე როგორც თანასწორობის დონე, რომელსაც მივახციეთ. საქმე ისაა, რომ ზოას ეს პოლიტიკა კრიმინალურია. ჩვენ გენოციდურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენ საუბრობთ სტრატეგიულ პრინციპზე, რომელიც პირველად 1960 წელს ოფიციალური მემორანდუმით იქნა წარმოდგენილი. მემორანდუმი, რომელიც ცნობილია როგორც ლესტერ მალორის მემორანდუმი. მაგრამ შენ არ ფიქრობ, რომ შეიძლება ეს იყო ფორმულა კუბისთვის? შენ არ ფიქრობ, რომ 10 წლეულების განმავლობაში ის პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ატარებდით, კუბას ასე მოექცა? არ მიიღოთ ექსპორტი, რომ ხელფასებისა და დეფიციტის მდგომარეობამ სოციალური აჯანყება გამოიწვიოს. მაშ, თქვენ არ იღებთ პასუხისგებლობას იმ პოლიტიკაზე, რომელიც ამ ქვეყანაში 10 წლეულების განმავლობაში არსებობდა და რამაც ქვეყანა ასეთ დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენა. ამიტომ, როდესაც ასეთი ბლოკადა ხდება, ეს სანქციები დაწესდება, თქვენ გაქვთ სისტემა, რომელმაც რეალურად არ მისცა თქვენს ბაზარს გახსნის საშუალება.
არ ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკა დაუცველი იყოს. ჩვენი პოლიტიკა დაუცველი არ ყოფილა. ჩვენი პოლიტიკა დაუცველი არ ყოფილა. ჩვენი პოლიტიკა წარმატებულია, რადგან თუ ბლოკადის გადალახვა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკა ეფექტურია. რა ხდება, რატომ გვეუბნებიან, რომ ჩვენი მისწრაფება უნდა იყოს ბაზარი? ვინ ამბობს, რომ ბაზარი ნამდვილად უზრუნველყოფს თანასწორობას და სოციალურ სამართლიანობას? ჩვენ გვაქვს ბაზარი და ასევე უნდა დავიცვათ ბაზრის წესები, რადგან არ ვაძლევთ ბაზარს სიტუაციის კონტროლის საშუალებას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაზე დაუცველებს დავეხმაროთ, ხომ ასეა? განსაკუთრებით მათ, ვისაც ყველაზე მეტი სივრთულე აქვს და ასევე პენსიონერებს. და ყოველთვის ვერ ვახერხებთ ამ სოციალური პოლიტიკით ყველაფრის მიღწევას, რასაც ვაპირებდით. ჩვენი სოციალური პოლიტიკის შედეგები ბლოკადის შეზღუდვების გამოა. რადგან სოციალური სამართლიანობისთვის და სოციალური პროგრამების განვითარებისათვის საჭიროა ეკონომიკა, რომელიც ამას უზრუნველყოფს. მაგალითად, კუბაში ყველა ბავშვი სკოლაში დადის, მიუხედავად მათი წარმოშობისა, რწმენისა თუ კანის ფერისა. და ისინი სარგებლობენ და აქვთ ცდომა უკიდურესად ძლიერ და უფასო საგანმანათლებლო სისტემაზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული. მაშინ როცა კუნძულელებს უბრალოდ მსგავსი არაფერი აქვთ. კუბაში თითოეულ მოქალაქეს აქვს გარანტირებული უფლება შევიდეს უნივერსიტეტში, მიიღოს ბაკალავრის დიპლომი, ისწავლოს მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაც კი დაასრულოს. ამ განათლებისთვის აბსოლუტურად არაფრის გადახდა არ არის საჭირო. ნიშნულობა არ აქვს, რა სოციალური წარმოშობა გაქვს, ან რა ფინანსური მდგომარეობა და ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს შენს ოჯახს. კუბაში შეგიძლია ისიამოვნო კულტურით, შეგიძლია სპორტითაც ისიამოვნო. თუ ეს მიღწევები და ეს მნიშვნელოვანი შედეგები წარუმატებელი სოციალური პოლიტიკის ნაყოფია. თუ ეს სოციალური პოლიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის ლოგიკას, არამედ სოლიდარობას, სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობასა და ჩართულობას, არის ის პოლიტიკა, რომელიც დისკომფორტს იწვევს, რადგან აჩვენებს, რომ სხვა სამყაროც შესაძლებელია. და ეს არის მოდელი, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იცავენ, რომლისთვისაც კუბა იმედისა და მისაბაძი მაგალითის როლს ასრულებს. ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა გითხოთ რამდენიმე ანგარიშის შესახებ, რომლებიც საერთაშორისო ამნისტიამ და Human Rights Watch-მა მოამზადეს. მათ განაცხადეს, რომ კუბაში დისიდენტებს ხვდებათ შევიწროება, კრიმინალიზაცია, ძალადობა, შინაპატიმრობა და წამება. მარკო რუბიომ ეს საკითხი გამოკვეთა და ამბობს, რომ თქვენ ახშობთ ყველას, ვინც გაბედავს უკმაყოფილების გამოთქმას. მინდა გითხოთ იმაზე, რომ ასობით პოლიტპატიმარი და ჟურნალისტი, აქტივისტი კვლავ რჩება ციხეში, რამდენიმე წლის წინ მომხდარი პროტესტების გამო. არის ადამიანები, რომლებმაც ბანერები გამოფინეს და დააპატიმრეს. მინდა გითხოთ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეშფოთებებზე ამ ქვეყანაში. მაგალითად, მინდა გითხოთ ლეონარდო რიჩარდ გონსალეს ალფონსოზე. ის ციხეშია. ის შვიცლიან სასჯელს იხდის იმის გამო, რომ ქალაქში პლაკატი დაკიდა. რატომ არის ის ციხეში? ჩვეულებრივ, შენს მიერ მოყვანილი წყაროები საკმაოდ შთამბეჭდავია. გულისხმობ, რასაც მარკო რუბიო ამბობს, რასაც ტრამპი ამბობდა, რასაც საერთაშორისო ამნისტია ამბობს. თავაზიანად გთხოვდით სხვა წყაროებიც მოიძიოთ. და შენ კუბაში ხარ და შეგიძლია სხვა თვალსაზრისებიც იპოვო. ესე ძალიან манипуლირებული რამაა. არსებობს მთელი ნარატიული და მედიის კონსტრუქცია ჩვენი საკუთარი რევოლუციის წინააღმდეგ შექმნილი, რომ სცადონ რევოლუციის დელეგიტიმაცია და დისკრედიტაცია მსოფლიო მასშტაბით. კუბაში უბრალოდ არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. კუბაში მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად იხდიან თავისუფლების აღკვეთის სასჯელს, არ იხდიან ამ სასჯელს. უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი რევოლუციის მომხრეები ან მოწინააღმდეგეები არიან. არამედ იმიტომ, რომ მათ მართლას ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული და სამართალდარღვევა, რომლებიც სათანადოდ არის გათვალისწინებული ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში, ისევ როგორც ჩვენ სამოქალაქო კოდექსში. რაც შეეხება პროტესტებს, არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დაფინანსებულნი და მხარდაჭერილნი იყვნენ შეერთებული შტატების მიერ. და ამაშია სურვილი გამოხატონ პროტესტი რევოლუციის წინააღმდეგ, ხომ ასეა? მათ არა მხოლოდ რევოლუციის წინააღმდეგ გამოხატეს პროტესტი, რასაც ბევრი ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს. როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც რევოლუციის წინააღმდეგ არიან. ისევე როგორც არიან ადამიანები, რომლებიც რევოლუციის მომხრეები არიან, მაგრამ ასევე უკმაყოფილოები და გავიზიანებულები არიან და ისინი ციხეში არ არიან. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი ამას უბრალოდ საბაბად იყენებს და საბოლოოდ ვანდალიზმის აქტებს სჩადის.
და ისინი, ვინც ვანდალიზმს შადიან ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და არღვევენ შიდა წესრიგს, კანონით პასუხისგებაში არიან მიცემული და განიხილებიან სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით, როგორც ეს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხდება, მათ შორის შეერთებულ შტატებში. რატომ? იმიტომ, რომ იქ არსებობს რეპრესიები და პოლიციის სისასტიკე, ასევე ძალიან არასათანადო მოპყრობა შავკანიანი ადამიანების მიმართ. ეს ამერიკული საზოგადოების ნაწილია და არა კუბური საზოგადოების. მაგალითად 11 ივლისი, რომელიც სწორედ ის მოვლენაა, რომელიც მრავალი მანიპულაციის საგანია. 11 ივლისის პროტესტი ძალიან რთული სიტუაციის ნაწილი იყო. დავიწყეთ გარკვეული შეზღუდვების განცდა ბლოკადის გამკაცრების გამო, იმ ზეწოლებისა და ზომების შედეგად, რომლებიც დონალდ ტრამპმა შემოიღო, ჯო ბაიდენმა კი შეინარჩუნა და ასევე პანდემიის გამო. ძალიან ხანგრძლივი ელექტროენერგიის გათიშვები, მედიკამენტების ნაკლებობა. როცა ჩვენი ჟანგბადის ქარხანა გაფუჭდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა კომპანიებს ჟანგბადის გაყიდვა აგვიკრძალა და ბევრი რამ მოგვიწია იმისთვის, რომ ადამიანები არ დაღუპულიყვნენ. ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გქონდა, რომ ვაქცინებზე ცდომა გქონოდა და მოგვიწია საკუთარი ვაქცინების შექმნა. ამ ყველაფრის ფონზე გქონდა 11 ივლისის პროტესტი, სადაც ათასობით ადამიანი იყო, დაახლოებით 35,000 ადამიანი ციხეში არ ყოფილა. საბოლოოდ 700 ადამიანს სამართლებრივი პროცესი დაუწყეს და მათგან ბევრს სასამართლო არ ქონია, რადგან ზოგი ძალიან ახალგაზრდა იყო და მათ განსხვავებული მოპყრობა მიიღეს. პირდაპირ და ახლოს მუშაობდნენ ჩართული ოჯახებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ყველა იმ პირთან, ვის შეიდინა ვანდალიზმი, ქურდობა, დარღვევები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ჩვენი უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ მათ მიმართ შესაბამისი ბრალდებებიც არ ედგინათ. როგორც ეს იქნებოდა დედამიწის ნებისმიერ სხვა ნაწილში. მათგან ბევრი სხვადასხვა შეწყალებით, რომლებიც ჩვენ ბოლო დროს მივანიჭეთ, არა მხოლოდ კონკრეტულად ამ პირებისთვის, არამედ ზოგადი ხასიათის შეწყალებები, რომლებიც გარკვეულ პატიმრებს მიეცათ. მათგან ბევრი საბოლოოდ გათავისუფლდა ბევრად ადრე, ვიდრე სულად მოიხდიდნენ სასჯელს. კერძოდ, მე არ ვგრძნობ თავს ისეთ პოზიციაში, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბრო. მაგრამ კუბაში შემიძლია გითხრათ, რომ არავინ არის დაპატიმრებული, იმიტომ რომ მათი იდეები რევოლუციის საწინააღმდეგოა. რადგან ჩვენ სულად გვაცნობიერია, რომ მოსახლეობის ყველა ნაწილი რევოლუციის მომხრე არ არის. მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას არავის ქვეყანაში, იმ ბაზებსა და ჯგუფებს, რომლებიც რევოლუციის წინააღმდეგ არიან, ჩაიდინონ ვანდალიზმისა და უწესრიგობის სხვადასხვა ქმედებები, რადგან არსებობს ძალიან კაცრი და ჩამოყალიბებული უსაფრთხოება, რომელსაც არ ვაპირებთ დაუშვათ, რომ ვინმემ როგორმე დაარღვიოს. ამ კონკრეტული შემთხვევების დიდ ნაწილში ის ადამიანები, რომლებიც განზრახ ვანდალიზმს ჩადიან, შემდეგ ირკვევა, რომ ისინი ანაზღაურებული და დაფინანსებულნი არიან ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის ოპერატორების მიერ. ვიცი რომ გინდა, მაგრამ გამაფრთხილეს რომ უნდა ვიჩქარო. და კიდევ ერთი რამ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ წამება არსებობს, მაჩვენონ ვინ იყო წამებული. ვიცვევ, წარმოადგინონ მტკიცებულება ნებისმიერი მოქალაქის წამების შესახებ. ან გაასამართლეს მხოლოდ იმიტომ, რომ გააპროტესტა და არა იმიტომ, რომ ვანდალიზმის აქტები ჩაიდინა. ბევრი მოხსენებაა ზესტე მოსევასა და მის მოკავშირეებზე. კითხეთ, რამდენი ადამიანი შეერთებულ შტატებში უსამართლოდ. და ამნესტი ბევრ მოხსენებას აკეთებს ამერიკაზე და მომიყვანეთ მაგალითი, ახლანდელი მაგალითი. სად არის სამართლებრივი მტკიცებულებები იმ სიკვდილით დასჯების შესახებ, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა განახორციელა კარიბის ზღვაში, თითქოს იმიტომ, რომ ისინი ნარკოტიკებით მოვაჭრეები იყვნენ. სად არის მტკიცებულებები იმ ადამიანების შესახებ, ვინც დაიღუპა, ანუ ისინი ნარკოტიკებით მოვაჭრეები იყვნენ. ამნისტია ამ საკითხზე ბევრ ანგარიშს ამზადებს, რაზეც მე ვცდილობდი ყურადღების გამახვილებას. მსოფლიო ამას გმობს და მსოფლიო ამაზე პასუხებს ითხოვს. ვინ აიღებს პასუხისგებლობას ყველა იმ პალესტინელზე, ვინც ღაზის სექტორში მოკლეს, ან იმ ბავშვებზე, რომლებიც დაიღუპნენ, როდესაც ირანული სკოლა დაბომბეს. ჩვენც გვაქვს ბევრი კითხვა ზემუას მთავრობისადმი. ეს მთავრობა, რომელიც ქმნის ასეთ ნარატივს და მიანიშნებს თითქოს დიქტატორები და დაამთრგუნველები ვართ, ჩვენ ასეთი ადამიანები არ ვართ. შემიძლია ეს სრული გულწრფელობით გითხრა. უკვე თითქმის 1 საათია ვსაუბრობთ და უბრალოდ მინდოდა კითხო. როგორ ფიქრობ, ეს სიტუაცია სადამდე მიგიყვანს შენ და შენს ქვეყანას? როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება? ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი საზოგადოების გაუმჯობესებისა და განვითარების სრული პროცესი. მიუხედავად ყველა იმ სხვადასხვა ელემენტისა და ფაქტორისა, რომელზეც ვსაუბრობდით პირველ კითხვებში, თუ როგორ ვემზადებით საკუთარი თავის დასაცავად,
რაც არ არის არანაირად აგრესიული კონცეფცია, არამედ სრულიად თავდაცვითია და კონკრეტულად იმისთვის, რომ ავიცილოთ პირდაპირ დაპირისპირება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მხარი და კარგად სტრუქტურირებული ეკონომიკური სტრატეგია, რათა გავაგრძელოთ ჩვენი სოციალისტური მშენებლობა უკიდურესად რთულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციაში. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ბლოკადა მთელი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, რომელიც დაწესებულია ისტორიაში ყველაზე ძლიერ იმპერიალისტურ სახელმწიფოს მიერ. და ახლა ამ დამატებითი საწვავის ბლოკადით ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკური პერსპექტივა. მოსახლეობის მონაწილეობა ძირითადი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში გასაძლიერებლად და იმისათვის, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღებისას. ასევე ხალხის კონტროლისა და ამ საკითხების გაძლიერების კუთხით, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ თემის დონეზე და ადამიანების ჩართულობაზე საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩვენ აქტიურად ვთავთ ახალგაზრდებს ჩვენ საზოგადოებაში. და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს პროცესი მრავალჯერ მეორდება. განსაზღვრული დასასრულის გარეშე ყველა ამ სიტუაციაში ჩართული პირისთვის. არი ვალუტა დერეგულირდა, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, არა მათი ცვლილისა და შრომის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, ჰქონდათ თუ არა უცხოური ვალუტა. ამგვარად, თავისუფალი ბაზრის ერთმა კონკრეტულმა ელემენტმა სოციალური უთანასწორობა შემოიტანა. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ უპასუხოთ ამას ფართომასშტაბიანი სოციალური პოლიტიკით, რომელიც მიმართულია სიმდიდრის გადანაწილებაზე ყველაზე მეტად გაჭირვებული და ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ამის გასაკეთებლად საჭიროა ჩვენი ხალხის ერთიანობის უზრუნველყოფა. და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ერთიანობა მიიღწევა და ძლიერდება მეტი ჩართულობით, ყველა სახის დებატების სახალისებით და მრავალი მონაწილეობის სივრცის შექმნით. ჩვენ ასევე გვაქვს გამოწვევა შევინარჩუნოთ რევოლუციის იდეოლოგიური უწყვეტობა. და სწორედ ამ მიზეზით ვამყარებ იმედს ახალგაზრდების და ახალგაზრდობის აქტიურ მონაწილეობაზე და ლიდერობაზე. ჩვენი რევოლუციის პროცესში ასევე გვაქვს დიდი გამოწვევა. დაუპირისპირდეთ ამ კრიმინალურ, სასტიკ და უკიდურესად მკაცრ ბლოკადას ჩვენი სახალხო რევოლუციის წინააღმდეგ. და ვიცით, რომ ეს თავად უნდა გავაკეთოთ. უნდა შევძლოთ ბლოკადის შედეგად გამოწვეული გამოწვევებისა და შეზღუდვების გადალახვა ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი ნიჭით და ჩვენი კრეატიულობით. და კუბელი ხალხი ძალიან კრეატიულია. და ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რომელსაც ენერგიულად ვიცავთ, არის მეცნიერება და ტექნოლოგიური ინოვაცია. რადგან ჩვენ გვაქვს დიდი ინოვაციური შესაძლებლობა, როგორც მეცნიერების განვითარების არსებითი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა უზარმაზარ და აგრესიულ მედია კამპანიასთან, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მოწამვას. აბსოლუტურად ყველაფერი კუბაზე და ყველაფერი, რაც კუბის რევოლუციას ეხება, დიახ, ჩვენ გვაქვს დეფიციტი საკვებში, ტრანსპორტში, მედიკამენტებში და ენერგიაში. ჩვენ გვაქვს ეს დეფიციტები. მაგრამ არ არსებობს ისეთი ელექტროენერგიის გათიშვა, რომელიც კუბაში იმედს ჩააქრობს. არ არსებობს ისეთი დეფიციტი, რომელიც კუბელების მიზანდასახულობას გაანადგურებს. კუბელი ხალხის მიზანდასახულობა ამდენი რთული სიტუაციის ფონზე, კუბელი ხალხი ახერხებს სოციალური თვალსაზრისით და საკუთარ თემებში ორგანიზებას ამ სოლიდარობის გამოყენებით. ყველა ჩვენს თანამემამულე კუბელს შორის და ერთიანობის შენარჩუნება და ასეთ პირობებში ყოველდღიურად, ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე. ჩვენი ექიმები და მედდები დიდ მანძილებს ფეხით გადიან თავიანთ სამუშაო ადგილამდე, რათა გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე. გარეშე. ენერგიის ნაკლებობისა და საწვავის დეფიციტის პირობებში ეს ჩვენი ორგანიზაციებისა და საწარმოებისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. და როდესაც ვამბობ კომპანიებს, გულისხმობ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინიციატივის მქონე კომპანიებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ წარმოება, რომელიც ჩვენს ხალხს აუცილებელ მომსახურებებსა და სამომხმარებლო საქონელს მიაწვდის, ასევე ექსპორტის სახალისებისთვის, რათა შევძლოთ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა შესყიდვის უნარიანობის, ხელფასების დონესა და ფასების სტაბილურობის თვალსაზრისით. ეს ზუსტად ის ტიპის ხალხია, როგორიც ჩვენ ვართ. ხალხი, რომელმაც გადაწყვიტა არასოდეს დანებდეს და არ დათმოს, რომელმაც ბევრი ტანჯვა გადაიტანა და კოლექტიური სასჯელი მიიღო ყოველგვარი გამართლების გარეშე. ამიტომ ამ ყველაფრით, რაც ერთ დღეში არ აშენებულა,
ეს არ წარმოშობილა ცენტრალიზებული ლიდერობიდან, არამედ წარმოადგენდა ფართო და მრავალფეროვანი საზოგადოებრივი დებატის არსებით ნაწილს, რომელსაც აქტიურად ვაწარმოებდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ და განვაახლებთ ჩვენს პოლიტიკას კონცეფციებსა და წინადადებებს, ვაერთიანებთ ყველა ღირებულ წვლილს, რომელიც ამ დისკუსიებმა და იმან, რასაც მე შემოქმედებით წინააღმდეგობას ვუწოდებ, მოგვიტანა. ეს პროცესი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევის აქტი არ არის, არამედ მოძრაობაა, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, გაძლიერებას და თითოეული სირთულის გადალახვას, რომელსაც გზაზე ვხვდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მომავალი, მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება და გზა გრძელი იქნება, დარწმუნებული ვარ, მომავალი კეთილდღეობისა და გამარჯვების იქნება.